მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 30. ერთი ნიშნის მუხტებით დამუხტული მცირე ზომის ორი ბურთულა დამაგრებულია ერთმანეთისაგან d მანძილზე გვეუბნებიან, ესე იგი მოცემული გვაქვს. ერთი ნიშნის მუხტიო შესაბამისად ეს ბურთულები ერთი ნიშნით არის დამუხტული q1 უდრის q2-ს და უდრის q-ს. ამათ შორის მანძილი თავიდან d1 უდრისო d-ს. ერთ-ერთი გაათავისუფლეს და მან დაიწყო მოძრაობა. როდესაც ის უძრავი ბურთულისაგან 2d მანძილზე იმყოფებოდა, მისი სიჩქარე იყო v. ესე იგი, როდესაც მათ შორის მანძილი d2 გახდა 2d, ეს დაშორებული ბურთულას სიჩქარე v 2d-ზე, 2d მანძილზე გახდაო v-სტოლიო გითხრეს და განსაზღვრეთ მისი სიჩქარე, როდესაც მანძილი ბურთულებს შორის გახდა 4d. ხო, ესე იგი d3 როცა გახდა 4d სტოლი. აი ამ მომენტში სიჩქარე რამდენი იყო? სწორედ მაგას გვიკითხებიან ამ ბურთულის. კი ბატონო. ესე იგი ჩვენი მიზანია გავსაზღვროთ v სიჩქარე 4d მანძილზე. კარგით, პირველ რიგში მოდი წარმოვიდგინოთ რა სიტუაცია გვაქვს. ავიღოთ ბურთულა. ეს იყოს პირველი შემთხვევა. პირველ შემთხვევაში რა გვაქვს? ეს არის ესე იგი დამუხტული ბურთულა, რომლის მუხტი q1 უდრის q-ს და ეს დაშორებული არის თავიდან ეს ორი ბურთულა. ასე. ეს მანძილი აქედან აქამდე არის d1, რომელიც d-სტოლია. შემდეგ რა ქნეს? მეორე შემთხვევაში ეს ბურთულები გაათავისუფლეს და ამათ შორის მანძილი გვეუბნებიან, რომ გახდაო 2d სტოლიო, ანუ დაახლოებით ეს წავიდოდა აი აქ მოვიდოდნენ, ხო, სადღაც აი აქ დაახლოებით ასე. ეს არის d2 მანძილი, d2 უდრის 2d-ს და გვაინტერესებს მესამე შემთხვევაში. ხო, ამ მეორე შემთხვევაში ამას სიჩქარე მიენიჭა, რომლის სიჩქარე არის v2d უდრის v-ს და მესამე შემთხვევაში, როდესაც უკვე ამათ შორის მანძილი გახდება უკვე 4d სტოლი, ხო? ესე იგი, აი დაახლოებით, აი აქ როცა მოვლე, აი აქ გვაინტერესებს სიჩქარე რისი ტოლი იქნება. აი იქ იქნება უკვე v4d სიჩქარე და სწორედ ამას გვიკითხებიან. ეს არის d3 უდრის 4d-ს. კი ბატონო. აი დავწეროთ მუხტებიც, აქ არის q1 მუხტი უდრის q-ს, აქ არის დამუხტული q2 უდრის აქაც q-ს და ანალოგიურად მუხტები არ შეიძლებოდა, ხო? რაც ჰქონდა დაშორებამდე, მუხტები იგივე დარჩება. q2 უდრის q-ს. კარგით, ახლა ესეთი ატების ამოცანა შეგვიძლია ამოვხსნათ ენერგიის შენახვის კანონით. კერძოდ, ჩვენ თუ ჩავწერთ პირველ შემთხვევაში მუხტებს შორის ენერგიას, ის ტოლი არის. პირველ შემთხვევაში w1 ტოლი იქნება k q1 q2 შეფარდებული მუხტებს შორის მანძილთან, ანუ d1-თან. q1 და q2 ერთმანეთის ტოლია, q-ს ტოლია, შესაბამისად აქ დაგვრჩება kq კვადრატი შეფარდებული d1-თან, რომელიც d-ს ტოლია. და მეორე შემთხვევაში რა გახდებოდა ახლა? ენერგია. მეორე შემთხვევაში ენერგია w. მეორე შემთხვევისთვის ეს ტოლი იქნება kq1 q2 შეფარდებული d2-თან და კიდე დამატებული ის ენერგია, რომელიც კინეტიკური ენერგიაში გადავიდა. კერძოდ, გარკვეული თავიდან იყო მხოლოდ ურთიერთქმედების ენერგია ჰქონდა, ხო, პირველ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში ურთიერთქმედების ენერგიას კიდე ემატება ის ენერგია, რომელიც მოდის უკვე კინეტიკური ენერგიიდან, ხო? ესე იგი, ამას უნდა ემატოს კიდე mv2d კვადრატ ნახევარი ეს ტოლი იქნება. ანალოგიურად აქ რა გვექნება kq კვადრატი შეფარდებული d2 არის 2d დამატებული v2d არის v-ს ტოლი, ამას დამატებული კიდე mv კვადრატ ნახევარი. და მოდით ახლა ასე მოვიქცეთ, იმიდან გამომდინარე, რომ ენერგია უნდა შეგვენახოს შესაბამისად w1 პირველ შემთხვევაში ტოლი უნდა იყოს w მეორე შემთხვევისთვის, საიდანაც რა გვექნება ახლა ჩვენ გვექნება შემდეგი გამოსახულება. ჩავსვათ ახლა რა გვექნება, ესე იგი kq კვადრატი შეფარდებული d-სთან ტოლი უნდა იყოს w2-ის, რომელიც აი ამ გამოსახულების ტოლია. ესე იგი ეს ტოლი იქნება kq კვადრატი შეფარდებული 2d-სთან დამატებული mv კვადრატ ნახევარი. კარგით, ახლა აქედან ჩვენ რა გამოგვდის? აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ მოდით ასე მოვიქცეთ, აქედან ჩვენ გავსაზღვროთ რის ტოლი იქნება
mv კვადრატ ნახევარი აქედან ტოლი იქნება q კვადრატი შეფარდებული d-სთან გამოკლებული q კვადრატი შეფარდებული 2d-სთან ეს ტოლი იქნება საერთო იქნება 2d და 2q კვადრატს მინუს q კვადრატი ზემოთ აქვს 2q კვადრატს მინუს q კვადრატი რომელიც პირდაპირ q კვადრატი ტოლია ანუ აქედან ჩვენ გამოვდის რომ mv კვადრატი შეფარდებული 2-თან ტოლი ყოფილა q კვადრატი შეფარდებული 2d-სთან კი ბატონო ახლა მოდი იგივე გავაკეთოთ ახლა მესამე შემთხვევაში რა გვექნება ხო ენერგია მოდი მესამე შემთხვევაშიც ჩავწეროთ ესე იგი მესამე შემთხვევაში ჩვენ გვექნება რა დუბლე მესამე შემთხვევისთვის ეს ტოლი იქნება k q1 q2 აქაც შეფარდებული d3-თან ეს ტოლი ამას დამატებული ხო კინეტიკური ენერგია ესე იგი ამას კიდევ უნდა ემატოს mv4d კვადრატი შეფარდებული 2-თან ეს ტოლი იქნება q კვადრატი შეფარდებული d3 არის აგერ 4d ხო 4d პირობით ამას დამატებული mv 4d კვადრატ ნახევარი და აქაც ანალოგიურად რა შეგვიძლია ახლა მოგავაკეთოთ აქედან შეგვიძლია შემდეგნაირად მოვიქცეთ აქაც მოდით ავდგეთ და მეორე პირველი ენერგია ახლა ის პირველი ენერგია გავუტოლოთ ახლა ამის ამ ენერგიას ესე იგი ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ რომ w პირველი ენერგიის შენახვის კანონიდან გამომდინარე რაც უძღვრის ამავდროულად w მესამეს აქედან ჩვენ გამოგვივა რომ w პირველი არის q კვადრატი შეფარდებული d-სთან ეს უდრის w მესამეს რომელიც ამის ტოლია ესე იგი ეს ტოლი გამოგვდის q კვადრატი შეფარდებული 4d-სთან ხო დამატებული mv 4d კვადრატ ნახევარი და აქედან გამოსაზროთ აი ეს სიდიდე ესე იგი რა გვექნება ახლა აქედან გამოგვივით ჩვენ რომ mv 4d კვადრატ ნახევარი ტოლი ყოფილა q კვადრატი შეფარდებული d-სთან გამოკლებული q კვადრატი შეფარდებული 4d-სთან ეს კი ტოლი იქნება საერთო იქნება 4d ხო და ზემოთ აღჭება 3q კვადრატს მინუს q კვადრატი რომელიც ტოლი არის 4q კვადრატს მინუს q კვადრატი ეს კი იქნება ზემოთ 3q კვადრატი ესე იგი ჩვენ გამოგვდის რომ mv 4d კვადრატ ნახევარი მეორე მხრივ ტოლი გამოგვივიდა 3/4 q კვადრატ შეფარდებული 4d-სთან ეს მეორე შემთხვევაში კი ბატონო ეხლა ჩვენ ასე მოვიქცეთ ჩვენი მიზანია განსაზღვროთ აი ეს სიდიდე ხო ამიტომ მოდი ასე გავაკეთოთ ეს ტოლობა შევაფარდოთ აი ამასთან მაშინ რა გვექნება მოდი დავწეროთ ესე იგი ჩვენ გვექნება რომ mv 4d კვადრატ ნახევარი გაყოფილი mv კვადრატ ნახევართან ამასთან ხო ანუ გამრავლებული 2 შეფარდებული mv კვადრატზე ტოლი უნდა იყოს აი ეს სიდიდე 3 q კვადრატი შეფარდებული 4 აქ უკაცრავთ აქ 2 4-იანი მიწერია რაც არასწორია რა თქმა უნდა 4d-სთან ეს უნდა გაიყოს ანუ გამრავლდეს აი ამაზე ანუ გამომრავლოთ ეს 2d შეფარდებული q კვადრატთან ახლა გვერდ რაღაც გვეკვეცება როგორ წხედავთ m-ები წავიდა 2-ებით შეგვეკვეცა აქ d-ებით შეგვეკვეცა q კვადრატებიც აღარ გვექნება ეს 2 და 4 შეგვეკვეცა აქ დაგვრჩა 2 და საბოლოოდ რა მივიღეთ რომ f 4d კვადრატი შეფარდებული v კვადრატთან ხო ტოლი გამოგვდის 3/2-ის მოდი ეს ამას 1 კვადრატში დავწეროთ აი ეს კვადრატებს მოვშლით მთლიანად დავწეროთ კვადრატი და ეხლა ტოლობის ორივე მხარეს ამოვიღებთ f-ს მარცხნივ დაგვრჩება რომ v4d შეფარდებული v-სთან უდრის 3/2-ს საიდანაც v4d უდრის p-ს 3/2-ს აბა შევხედოთ პასუხებს ხო პასუხებში ცოტა სხვანაირად აქვს მოცემული ამიტომ ის გარდაქმნა მოგვიწევს ეხლა აქედან რა გამოვიდეს ჩვენ რომ აქედან ეს უდრის 3/2 არის 1/5 ანუ საბოლოოდ პასუხიც რო დავწეროთ ჩვენ გამოვიდეს რომ v4d უდრის 3/2 არის 1/5 ხარისხად 1/2 v ეს არის საბოლოო პასუხი როგორც ხედავთ რომელიც არის პასუხი a